რუსეთის ინტერესების დაწინაურებისა და საქართველოს მომავლისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. ამ სანქციებით ამერიკაში არსებული მასთან დაკავშირებული ყველა ქონება გაიყინება. ამერიკის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს კი მასთან ნებისმიერი თანამშრომლობა აეკრძალებათ. ამერიკის ხელისუფლება, რომელმაც მანამდე ათობით მაღალჩინოსან სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ზოგიერთი მათგანი კი უშუალოდ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობისთვის მაგნიცკის გლობალურ სიაშიც შეიყვანა, ხაზგასმით ამბობს, რომ ივანიშვილის ლიდერობით ქართული ოცნება საკუთარი მოქალაქეების, მედიის, ოპოზიციის, აქტივისტების მიმართ რეპრესიებს იყენებს. განცხადებაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელითაა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ ივანიშვილის ქმედებებმა ქვეყანა მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთისადმი, რომელიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ივანიშვილისა და ქართული ოცნების ქმედებებმა დაასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების სარგებლობა საქართველოში. მეტიც, მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადაახვევინა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თვეზე ნაკლებ დროში დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან რესპუბლიკელი კანონმდებლებიც. ჯო ვილსონი, რომელიც კონგრესში ჰელსინკის კომისიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კორუმპირებული ლიდერია, რომელსაც სძულს ამერიკა. კონგრესმენმა ვილსონმა თქვა, რომ ივანიშვილი ქვეყნის დიქტატურად გარდაქმნას ცდილობს. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის გეგმავს გაანადგუროს საქართველოს სუვერენიტეტი და დემოკრატია. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ბოლო დღეების განმავლობაში რესპუბლიკელი კანონმდებლები განსაკუთრებით სწორედ იმას უსვამდნენ ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების მეთაურები ამერიკის მოწინააღმდეგეებთან, ირანთან, ჩინეთთან და ასევე დასავლური დემოკრატიების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებებად მიჩნეული ორგანიზაციების ლიდერების გვერდით იხილეს. საქართველოზე განცხადება გააკეთა გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმაც. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი ქართულ ხალხს შეუპოვრობას უქებს და ამბობს, რომ ხელისუფლება საშიში გზით წავიდა. 4 კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი აპროტესტებს მისი მთავრობის მიერ საშიში გზით წასვლას. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს ოცნებას, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი გახდეს. მხარს უჭერ ხალხის შეუპოვრობასა და თავდადებას უფრო ნათელი მომავლისადმი, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც ის უძლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც თავადაცაა რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამოგზაურო შეზღუდვების სამიზნე, ამბობს, რომ ეს სანქციები რეალურად არის ჯილდო ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებისთვის. თავად ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით კი მისი თქმით არაფერი შეცვლილა, რადგან ის აქამდეც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იყო. ახლა კი დასავლეთს შანტაჟის შესაძლებლობაც ხელიდან აქვს გამოცლილი. ყოფილი დიპლომატები, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნების რეალური ლიდერის დასანქცირება იმ ადამიანის, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას მართავს და განსაზღვრავს, აქამდეც უნდა მომხდარიყო და რომ ეს ყველაზე ხმამაღალი განაცხადია. ფიქრობ, ეს ბევრი მიზეზითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს ქართულ ოცნებას და მთელ ქართულ საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ ის არ არის უძლებელი. ქართული ოცნების ლიდერებმა დიდი დრო დახარჯეს ჩვენთვის იმის მტკიცებაში, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი მუქარა იყო. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მოხდა და ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოწყვლადია. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შესაძლო გავლენა ამ სანქციებისა ისაა, რომ ამას შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს სისუსტე, რამაც შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ბზარი და ნაპრალი ქართული ოცნების ლიდერებს შორის. ამ სანქციებს გავლენა ექნება უფრო პრაქტიკული მიზეზებითაც, ეკონომიკური მიზეზით. ივანიშვილმა ალბათ უკვე გადამალა თავისი ფული, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას უკიდურესად ართულებს. სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ძალიან ფართოა. ასე რომ ეს შეიძლება შეეხოს საბანკო ოპერაციებსაც. მაგალითად, თუ კი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და SWIFT-ის სისტემისგან მოწყვეტს. ამას გავლენა ექნება ივანიშვილის ამერიკის გარეთ არსებულ ბიზნეს ინტერესებზეც, თუ კი არის რომელიმე მეწილე ან ინტერესი ამერიკაში. ნახსენებია ივანიშვილთან არაპირდაპირი კავშირიც. ეს შეიძლება მოიცავდეს მის შვილებსაც კი. ვფიქრობ, ამაში უფრო მეტი გზავნილია, რომ არ არის ის ხელშეუხებელი ბატონი, რომელიც სათავეშია. ის აბსოლუტურად ხელშესახები კაცია. ასევე ამას მოჰყობა ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც. ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი. უტოვებენ თუ არა სივრცეს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ქვეყანა დასავლურ რელსებზე დააბრუნოს და რა შეიძლება იყოს შემდეგი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში.
სანქციები არის წნეხის ინსტრუმენტი, რათა მისდამდე მივიდეთ. მე არ ვარ ამერიკის მთავრობაში, მაგრამ ჩემი აზრით შეერთებული შტატების მიზანი ისაა, რომ საქართველოს დემოკრატია იყოს. იდეა ეფუძნება იმის იმედს, რომ სანქციები გავლენას მოახდენს ქართული ოცნების ქცევაზე და საბოლოოდ დააბრუნებს მას მოლაპარაკების პოზიციაში, სადაც განხილვის საგანი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები, გარდაქმნილი საარჩევნო კომისიის პირობებში, გარდაქმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირობებში და სხვა. იდეა ისაა, რომ თუ მათ სურთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, ახალი არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა და წინ წასვლა ცხადია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება. არავინ სულ ელდება იმით, თითქოს ქართული ოცნება როგორღაც დამოუკიდებელია რუსეთისგან. ეს ძალიან ნათელია. ჩვენ ვგრძნობთ ამას და ვხედავთ, რომ ის მოქმედებს როგორც რუსეთის აქტივი. ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. ახალი ადმინისტრაციის წევრები უკვე ამბობენ, რომ ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობენ და ინფორმაციას ცვლიან. კონგრესში კი არაერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ჩინეთისა და ირანის მეგობარმა მთავრობამ ამერიკის მხარდაჭერა და პარტნიორობა ვეღარ უნდა მიიღოს. ეკა მაღალდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.